ბებიაჩემი რასაც მეუნებოდა, რასაც ამბობდა ჩემზე, ისიც მახსოვს, რომ უკუღმართი ხარო და უკუღმართს მეძახთან. მე ვეგონა რომ უკუღმართი ნიშნავდა ცელქს, იმიტომ რომ ცელქი ვიყავ ბავშვობიდანვე, მოუსვენარი, ბევრი შეკითხვები მქონდა და ბევრი რამის გაგება მინდოდა პატარაობიდანვე. მე მეგონა ამიტომ მეძახდნენ უკუღმართს და მე აღმოჩნდა რომ უკუღმა ვარ დაბადებული და როგორც ჩანს ორი მნიშვნელობით მართლა უკუღმა ვარ დაბადებული და აღმოჩნდა რომ ორი მნიშვნელობით მეძახდნენ. ნუ ბავშვობა ყველას ბავშვობა არის ტკბილი და გემრიელი და ყველაზე მეტად რაც ახასიათებს ბავშვობას ის არის უდარდელობა, დაცულობა და ნაკლები პრობლემები. ამიტომ ყველა ბავშვი არის გაცილებით თავისუფალი ვიდრე ნებისმიერ მოზრდილი ადამიანი და ამიტომ ნებისმიერ მოზრდილ ადამიანს რაღაც ასაკის მერე ენატრება თავის ბავშვობა და დაბრუნება უნდა და ეს ძალიან ძნელია. ამიტომ სხვა ფორმას იგონებენ იქ დასაბრუნებლად. ნუ წერლები ლიტერატურას და სხვები სხვა რაღაცას. ნუ ჩემთვის ასეთი ძალიან ბევრი წიგნია, უბრალოდ რადგან ბავშვობით დაიწყეთ და ბავშვობა ახსენეთ, ბავშვობის პირველი და მთავარი წიგნი იყო ასტრიდ ლინდგრენის მაწანწალა რასმუსი, ასეთი წიგნი, რომელიც მე თვითონ არ წამეკითხავს. იმიტომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი, როცა ამ წიგნს გავეცანი, მამა ჩემმა წამეკითხა. საერთოდ ბავშვებს დედები უკითხავენ წიგნებს და მე რატომ ყავს მამა ჩემი მეკითხავდა და ჩემით რაც წავიკითხე და დიდი შთამბეჭდები მოახდინა, იმავე ბავშვობაში იყო ტომ სოიერი მარკ ტვენის. და მე რაც ასევე განსაკუთრებით ესე იგი იმოქმედა ჩემზე, ესეთი წიგნი იყო ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში, რომელიცაც ახლა სხვანაირად თქვენ, რომ მაშინდელ ვერსიაში ვახტანგ ჭელიძის სეულ ვერსიაში ასე იყო. მე ვერ ვიტყვი რომ კარგი მამა ვარ, იმიტომ რომ არ ამგონი რომ კარგი მამა ვიყო, იმიტომ რომ ისე მოხდა რომ ჩემი ცხოვრება ისე შედგა რომ ესე იგი უამრავი ადამიანის საფიქრალია ჩემი საფიქრალი და იმდენი ბავშვის და იმდენი ახალგაზრდა ადამიანის პრობლემის მოგვარებას ვცდილობ, რომ უბრალოდ ჩემი შვილებისთვის მართლა ვერ ვიცლი და უდის ვუხდი მათ, რომ ბევრ დროს ვერ ვუთმო. თუმცა ეხლა არც იმას ვფიქრობ, რომ რაღაც საშინელი მამა ვარ, მაგრამ ნუ კარგი მამაც არა ვარ, რაც სიამოვნებაში შეასწია. არ ამირჩევი არანაირი პროფესია და სიამოვნებაში პროფესიის არჩევა არ არის ასეთი ადვილი. უბრალოდ სკოლა რო დავამთავრე და ეჩემა იმდენი იტირა, რომ უთხარი არ მინდა ჩავარე, არც მჯერა რომ 17 წლის ასაკში ადამიანმა იცის ზუსტად რა პროფესია უნდა აიჩნო და ცხოვრება ამიტომ არის გრძელი, რომ შეიძლება სულ იფიქრო, სულ შეიცვალო და თავიდან დაიწყო ცხოვრება. ყოველდღიურად შეიძლება თავიდან დაიწყო ცხოვრება და ყოველდღიურად შეიძლება ახალი პროფესიის სიყვარული და ინტერესი გაგიჩნდეს და არ მჯერა. მე 5 უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახაც რომ გამიშვას ჩემმა ცნობამ აღარ მიშვას, თორემ მე 6-ში ჩავაბარებდი, იმიტომ რომ ცხოვრება არის გრძელი და სწავლა არის უსასრულო. ეს ჩვენთან მოიგონეს, რომ გონიათ რომ სკოლას დიპლომს მოგცემენ, სწავლა მთავრდება. სწავლა არის სიკვდილამდე. სინამდვილეში სწავლა მერე იწყება, ეს გამოთქვას მარტო ჩვენთან არის. ჩვენთან ეუნებიან აბიტურიენტ შვილებს, რომ შვილო აი მოითმინე ხა, ჩააბარებ გამოსწრებს და მერე წამოწექი და წამოიპლაკე მთელი ცხოვრება. სინამდვილეში სწავლა მერე იწყება. ჩვენთან ყველაფრის გაგება სამწუხაროდ უკუღმაგობია. პროფესია თქვენ თუ გულისხმობთ წერას, ეს მე არც ვიცი როგორ ირჩევენ. არავინ არ ირჩევს წერას. არც ერთი მწერალი არ ამბობს რომ ანა ირჩია წერა, იმიტომ რომ წერა რაღაც საჩუქარივით ან შეგიძლია ან არ შეგიძლია, ხე. მე რო შემეძლოს არ ვწერო, საერთოდ არ დავწერდი ბუნებრივია. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ამის გარეშე. პირველად დავწერე, სანამ წიგნს დავწერდი, წერდი მოთხრობებს და ძალიან პატარა ვიყავი, 11 წლის 12-ის, როცა დავიწყე მოთხრობების წერა და რომანი დავწერე ძალიან პატარა, 17 წლის ვიყავ. 17 წლის ასაკში რომანის დაწერა ძალიან ადრეა, ძალიან. პოეზიაში ხდება, მაგალითად ჩვენი გენიალური გალაქტიონ ტაბიძის თავარი ლექსები და ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრები ძალიან ახალგაზრდა ასაკშია დაწერილი. პოეზიაში ეს ხდება. ნუ სხვა პოეტების შემთხვევაშიც არის ნიკოლოზ ბარათაშვილი აგერ სულაც 26 წლის რადო ასათიანი, ნუ არის ასეთი შემთხვევა, მაგრამ პროზაში ეს იშვიათია. პროზას და რომანის დაწერას მაინც ჭირდება ასაკი და გამოცდილება და ერთი კარგი რომანი რო დაწერო, ძალიან ბევრი კარგი წიგნი უნდა წაიკითხო და ნუ ასე მოხდა რომ მე 17 წლის ვიყავი რომ დავწერე. სხვა შეიძლება არ გამომიქვეყნებია ეს რომანი, მაგრამ დაწერით ნამდვილად დავწერე 17 წლის ასაკში ჩემი პირველი რომანი. მე არ მომწონს რომ ამბობენ რომ ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ. მე მთელ საქართველოში დავდივარ სოფელ და განსაკუთრებით ვეკონტაქტები ესე იგი სკოლის ასაკის ადამიანებს და ვერაფრით ვერ დავეთანხმები რომ ახალი თაობა წიგნებს არ კითხულობს. ძალიან კარგად კითხულობს და გაცილებით მეც კითხულობ სხვა შორის. ახალი თაობა ვიდრე მათი მშობლები და მათი მასწავლებლები სხვათა შორის. გაცილებით მეც კითხულობ. უბრალოდ ახალი თაობა კითხულობს სულ სხვა წიგნებს, განსხვავებულს იმისგან, რასაც კითხულობენ მათი მშობლები და მასწავლებლები და რატომღაც მშობლებს და მასწავლებლებს უნდა რომ შვილებმა ზუსტად ის წიგნები წაიკითხონ. ასე არ გამოვა. ესე იგი ძალიან ბევრი წლის წინ
რეზო გაბრიაძემ ჩვენმა შესანიშნავმა და გენიალურმა შემოქმედამ, მწერალმა, რეჟისორმა და უბრალოდ ადამიანმა, დიდმა ტალანტმა წაიკითხა ჩემი პიესა. ერთი ჩემი პიესა, სადაც სიმართლე რო გითხრათ, კი არ მეცინებოდა პერსონაჟზე. იყო იქ ერთი პერსონაჟი, რომელსაც ჰქონდა რაღაც დეტალი, რომელიც მას მოეჩვენა, რომ ბატონ რეზოს რომ ეს იყო ჩემი მხრიდან ცოტა არა სერიოზული დამოკიდებულება ჩემივე პერსონაჟის მიმართ და მისაყვედურა. როგორ შეიძლება ესე იგი მეო მკითხველმა ამ შემთხვევაში ვიგრძნო რომ შენ ყველა პერსონაჟი არ გიყვარს ერთნაირი ეს მახსოვდა და მახსოვს და რა თქმა უნდა არ შევკამათება პირიქით ძალიან მიყვარს უცებ რაღაცას მასწავლიან და არ მომწონს ქართველებრივ ამბობენ ხოლმე რაც არ უნდა უთხრა იმას გეტყვის შენ რა უნდა მასწავლო ძმაო და სიამოვნებაში მთელი მსოფლიო ფულს იხდის ტონობით ფულს იხდის რომ ისწავლოს და ჩვენთან სწავლა სირცხულია და სხვაგან პირიქით არის კარგ ქვეყნებში და ნუ ქვეყნებში სწავლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ ეს გაკვეთილი სულ მახსოვს რომ არ შეიძლება არ გიყვარდეს პერსონაჟი როგორც ადამიანი და როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. რუსთავის პრემიაზე უარი ბევრი მიზეზის გამო ვთქვი და ბაშო ძალიან კომიკური ის აქვს. ამ ამბავს მალავდი რა თქმა უნდა რუსთავის პრემიაზე უარი თქმა მე არსანოს არ ვიტყოდი, უბრალოდ არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ამბავი, ვისგან, უბრალოდ ჟურნალისტებმა გაიგეს და ჩემოცულმა აღმოაჩინა რაღაც იმაში ყვითელ ეგრეთ წოდებულ ყვითელ პერიოდიკაში დიდი ასოებით ეწერა რომ რატომ თქვა დათო ტურაშვილმა 15000 ლარზე უარი, ანუ მაშინ პრემია 15000 ლარი იყო. ნუ მაშინ ძალიან დიდი ფული იყო. ნუ ბევრი მიზეზის გამო ვთქვი რა თქმა უნდა, ეს შულებს უთხრა რომ რაც გაკლიათ ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ პრემიაზე უარი თქვა. რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზის გამო ვთქვი, ყველაფერს დავიდავნებოთ იმდენ ადამიანს ეკუთვნის ქართულ ლიტერატურაში, ცოცხალ ავტორებს გულს. ძალიან მიდოდა რომ ფეხბურთელი ყოფილიყავი ბავშვობიდანვე და ავდა მეგობარი მამუკა ნადირაშვილი ის მიმიყვანა, ფინტო პრობლემა არ მიმიყვანეს ფეხბურთზე, ფეხები დაგეღუნებაო და ეჩემი ამბობდა და ქონოდა დამღუნული ფეხები, ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონი გამختارიყავი და საქართველოს ნაკრებთან ერთად და ძალიან მიდოდა და ჩუმად დავდიოდი ფეხბურთზე და სხვა შორის პირველი ფული აი დამოუკიდებლად ჩემი ფული ფეხბურთით ვიშოვე, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი რომ ეს შემოსავალი გამიჩნდა, იმიტომ რომ თამაშობდით ფულზე. ფეხბურთი და ძალიან მაგარი გუნდი ყავდა და მე და ჩემი უბნელებს და ნუ ისე მოხდა რომ მე ისეთი ტრამვა მივიღო რომ პროფესიული ფეხბურთი ვერ ვითამაშე და ძალიან წლება გული რომ სულ მესიზრებოდა და ახალს მესიზრება ხოლმე რომ ნაკრების მაისური მაცვია და საფრთხე ნაკრებში თამაში და სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გამაქვს და მე დარწმუნებული ხე ეს შემთხვევითი ამოჩემება არ მაქვს რომ ფეხბურთი არის იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად მასიური, ყველაზე მასიურია სოფლიოში რომ ფეხბურთში ქართულ ფეხბურთში წარმატება მოყვება ყველა სხვა წარმატება საქართველოსთან დანარჩენი სამყაროსთვის და ლიტერატურა ამას ვერ შეასრულებს. ლიტერატურა რო გახდეს დანარჩენი სოფლიოსთვის ქართული მაგალითად გასაგები ახლობელი და ნაცნობი იმდენი ათეული წელი უნდა და ფეხბურთში ეს მარტივად 90 წუთში შეიძლება შენი ქვეყანა გახდეს მთავარი ქვეყანა დედამიწაზე. სიამოვნებაში ყველაფრის მეშინია სიკვდილის გარდა, იმიტომ რომ ხო და მე სიკვდილის რო არ გეშინია, ნუ დანარჩენ შიშებს აზრი არ აქვს. ისე ყველაფრის მეშინია, რა ვიცი, ყველაფრის მეშინია. მაგრამ კონდა კლინიკური სიკვდილი და მთავარი რაც მოაქვს კლინიკურ სიკვდილს, რომ გიქრობს სიკვდილის შიშს. ხოდა სიკვდილის შიში რო აღარ გაქვს, მე რა აზრი აქვს რამე სხვა შიშს. მათია ფანჯიკიძე ამბობს ხოლმე, ამას გადასარევად. რომ შიში არის სულად ზედმეტი, უადგილო და ფუჭი. იმიტომ რომ შიში გექნება თუ არ გექნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რის გამო შიში გაქვს, ისედაც არსებობს. ანუ შენი შიში ვერ გააქრობს ვერაფერს, რის გამო შეიძლება შიში გქონდეს. ამიტომ შიში ფუჭი ამბავია რა. ეს ძალიან რთული ამბავია ადამიანისთვის რა არის ბედნიერება. მე არ მგონი რომ ამის ფორმულა არსებობს ასეთი მარტივი როგორც მე ვიხუმრე რომ პროფესიაში ვიცი რაც არის, მაგრამ სიამოვნებაში ცხოვრება უფრო რთულია და ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს ამ ბედნიერებას, ზოგისთვის რა არის, ზოგისთვის რა არის და მე ჩემთვის არის ალბათ თავისუფლება, მე მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ესწრაფვის ადამიანი ეს არის იყოს თავისუფალი, რაც ძალიან ძნელია. მიწერ ცხოვრებაში ადამიანი იშვიათად რომ ამას აღწევდეს და როგორც წესი ცხოვრება ერთი ცხოვრება არ ყოფნის იმას რომ ადამიანი გახდეს თავისუფალი. ნუ ბოლომდე ისედაც არის, მაგრამ შოშოს კაი რამეს ამბობდა მე რა პოსტავა რომ ნუ გულისხმობდა
ქვეყანას და ერს, მაგრამ ინდივიდზეც ასია და ადამიანის შემთხვევაში, რომ შეიძლება ვერ გახდე, ვერ მიაღწიო თავისუფლებას, მაგრამ თუ შენ იბძვი და ცდილობ რომ მიაღწიო, ესეც იგივე ბედნიერებაა. თავისუფლების სურვილი, თავისუფლების წყული და თავისუფლებისთვის ბრძოლა და ეს ქვეყანასაც ეხება და ინდივიდსაც, ადამიანსაც.